რატო არა ვართ ქართველები მდიდრები და რატო ვერ გაცდა ჩვენი აბსოლუტური უმრავლესობა დელივერს, დალაგებას, მოხუცის მოვლას. აქვე ვიტყვი, რომ არც ერთ პროფესიას და საქმიანობას არ ვაკნინებ, ღმერთმა დამიფაროს, ჩვენც დელივერზე ვმუშაობდით, დედაჩემიც 20 წელი ემიგრაციაში იყო. უბრალოდ საქმე აქ იმაშია, გასაგებია, რომ თავიდან ყველა საქმიანობა მისაღებია, მაგრამ 20 და 15 წლის შემდეგ რატო ვერ ვმდიდრდებით? ახ შეიძლება ვიღაცების თვალში ცუდად გამომდის, მაგრამ შურს სომხების. კიდე თეთრი დავარქვით და კიდე იესამნისფერი შურს. იმიტომ რომ სადაც გაივლი, მაგარი ღობე, 2-3 სართულიანი სახლი, მაგარი მანქანა, ოქრო, ბრენდი, ნუ ხა გემოვნებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მატერიალურად თუ ვინმე მაგრა და ყველა სომეხია. ყველა ადვოკატი სომეხია. ყველა ექიმი სომეხია, ყველა ბანკში, სადაზღვეოში, სოციალურში, DMV-ში, სკოლაში, ბაღში, ყველგან სომეხია სწავლის. და დავიჯერო, ჩვენზე მეტი რესურსი აქვს თავში? რესურსი არა, ერთობა აქვთ. და გეტყვით, ახლა რა განსხვავებაა ჩვენ შორის. საქართველოდან რომ სახლდალომბარდებული, გაჭირვებული, მექსიკა გამოვლილი, 2 კაპიკით ჩამოსული ადამიანი დაწერს სამსახურს ვეძებო. ეს აგენტები თუ არ ვიცი საერთოდ რას ქვია აგენტი, სადღაც ყურმოკრულ სამსახურებს მიასწავლიან და მთელი თვის, ან თუნდაც 2 კვირის ხელფას იდებენ ჯიბეში და აჭრევენ მე არ ვიცი ვის. ყველას მოგეხსენებათ ალბათ როგორი შრომა უნდა გაწიოს ადამიანმა მოხუცის მოვლისას. ჯერ ყველაფერს თავი დაანებოთ, ვიღაცების ხუშტურები უნდა აიტანო, ბევრმა საერთოდ ენა არ იცის, ბევრს საერთოდ საჭმელს არ აჭრევენ, არ აძინებენ და ნუ ამ პერსზე აღარაფერს ვამბობ. და შენ ამ დროს სახლში სიხარ და იმის ნამონავები ფული მოგდის ასე უბრალოდ ერთი სიტყვის ხმაში, რომ აი ამ სახლში მიდის სამსახურიაო. ეხლა აქ არ გამომიხდეთ. თუ ვინმე სააგენტო აქვს, გადასახადებს იხდის, background check-ებს აკეთებს, ან სამედიცინო გამოკვლევას უტარებს, ან ოფისის ქირას იხდის, ან რაიმე სახის შრომას მაინც წევს, ან დანახარჯები აქვს, რა თქმა უნდა გასაგებია, არსებობს დასაქმების აგენტოები და მესმის, მაგრამ სადღაც რო გაიგე, სამსახურია და შენი არაფერი მიდის, უბრალოდ ერთი სიტყვა უთხარი შენს თანამემამულეს, აი წადი იქ და იმუშავე. რაში იღებ ფულს? ახლა არ დამიწყოთ ოცნებებში ცხოვრობო, დედაჩემი 20 წელი თურქეთში ცხოვრობდა და თუ სადმე რამე გაიგონა სამსახურისნაირი, არ ვიცი რა, ალბათ 100-ობით ქალი ყავს წაყვანილი საქართველოდან და ავი მთელი თუ არა ნახევარი ემიგრაცია მაინც მიყურებს და ერთმა დამიწეროს თუ ვინმესგან 1 ლარი აუღია კი არა. იქეთ თუ არ გადაყოლია და თუ არ დაუხარჯავს თავისი სალაპარაკო ტელეფონზე, თვითონ დადიოდა, დროს და ფულს ხარჯავდა, ვინმე რამე არ აკადროს, ხელფასი არ დააკლოს, იმაზე მეტი არ გააკეთებინოს, ვიდრე ეკუთვნის და ასე შემდეგ კრუხილით საკუთარ დედასავით ადგა თავზე ამ ჩაყვანილ ქალებს. სრულიად უფასოდ და უსასყიდლოდ. ზუსტად ამიტომ იყო, რომ დედაჩემი არასოდეს არ დარჩენილა უსამსახუროდ, უპურად და საერთოდ რამის გარეშე. თვითონაც მათთან ერთად შრომობდა, არა ადამიანურად. მე მესმის, რომ ზოგს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ავადმყოფები ყავთ დატოვებული, ზოგს სახკარი არ აქვს და ალბათ ამის გამო ყველა ხერხს მიმართავენ, რომ რაც შეიძლება მალე იშოვონ ფული, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვისაც ავადმყოფი ყავს, ან მართლა სერიოზული პრობლემები აქვს, ისინი არ გააკეთებენ ასეთ რამეებს, უფრო ისეთები კადრულობენ, ვისაც გაღორება სჭირს უკვე და ბრენდები, ქამრები და საათები და ასე შემდეგ სხვა აუცილებელი მოთხოვნილებები აწუხებთ. ხალხი ისეთ რაღაცეებში იღებს აქ ფულს, ალბათ 6 ჯერ რომ დავიბადო ვერ მოვიფიქრებდი მაგაში ფულის აღებას. ეპოინტმენტის ჩანიშვნაში, ანუ ბანკში რომ ეპოინტმენტი ჩანიშნო, ან გარიში რომ გახსნა ან რაიმე სხვა საქმისთვის, არის სულ 5 კლიკი, უნდა შეიყვანო სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და აირჩიო რომელი ბანკი გინდა და რომელ საათზე გინდა. 5 წუთი წარჭირდება სულ. და ამაში იღებენ $20. ამ დაახლოებით 1 ბურგერის ფულს. კარგი, შენ შეჭამე ის 1 ბურგერი მაგ $20, მაგრამ ვისაც გამოართვი, გუშინ რომ ჩამოვიდა, აი იმისთვის ეგ 1 ბურგერი რამხელას ნიშნავდა, ამაზეც უდაფიქრებულ ხართ. რა კუჭინელებს ეგეთ $20? აი მართლა ვერასდროს ვერ მივხვდები. 1 ფურცელი დოკუმენტი რომ გავატანოთ საქართველოში ან იქიდან წამოგვიღოთ, ამაში ფულს ვიღებთ.
სად რა კეთდება და როგორ კეთდება მაგ ინფორმაციის მიღებაში აღარ დავკონკრეტდები, ფულს ვიღებთ. და კიდევ ვიღაცა მომწერა, შენ ამდენადმე თუ ხარ უკვე გარკვეულიო, მე ხალხს გამოგიგზავნიო და შენ მან დააკვალიანეო და ერთად ვიმუშაოთო. ჯერ ვერ მივხვდი მუშაობა რას ნიშნავდა და თან ერთად. ჯერ ერთი მე თუ რამეში ფულს ავიღებ, შენი გამოგზავნილი ხალხი რაში მჭირდება. და მეორე რაში უნდა ავიღო ფული, ადამიანს რომ ვასწავლო, სად იყიდოს იაფად ჭიქა, რომელ ბანკში გახსნას ანგარიში, დაზღვევა როგორ გააკეთოს, ბინა როგორ იქირაოს და მანქანა და ასე შემდეგ. ანუ ამ კითხვებზე პასუხებში გადავახტევინო ფული გუშინ ჩამოსულს, რომელსაც კაცმა არც რა გაჭირვება აქვს და რისთვის ჩამოვიდა. თუნდაც არც კონდეს. მე არ ვიცი სომხებთან რა მდგომარეობა აზროვნების მხრივ. არანაირი შეხება არ მაქვს სომხებთან. მე მგონი აქ ვნახე პირველად ცხოვრებაში. უბრალოდ რასაც გარედან ხედავ ამას ვიძახი და რაც მაწუხებს. 45 სტუდენტიდან კოლეჯში 40 სომეხია. სადაც შევედი რამე საქმის გასაკეთებლად, თანამშრომელი ყველგან სომეხია. ყველა წარმატებული ადამიანი ბილბორდებზე გამოკრული თუ ავტობუსებზე იანით მთავრდება. და ჩვენ და მოხუცის მოვლელად რო სამსახური ჭირდებათ, მაგაში ვიღებთ სხვის ნაშრომ მთელი თვის თანხას. ანუ 30 დღე ადამიანმა სხვის გალავანში ურია ხელები და აი ამ ფულით ჩვენ ყიდულობთ მაგარ ჩანთებს და კამრებს და საათებს და ასე შემდეგ. თუ სადმე რამე ბენეფიტია, უფასოა, რამე ხრელია წარმატებისკენ, ყველგან ერთმანეთს მიათრევენ და ჩვენ კიდე პირიქით, რაც შეიძლება ვცდილობ, რომ დავკეტოთ იმისთვის, რომ სხვა არ მიაგნოს და მარტო მე ვიყო მაგრად. იცი რომ ბევრი წარმატებული ქართველი ყავს ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ვინმე ქართველს შეეწყო მისთვის ხელი ამ წარმატებაში. ალბათ ეგეთებიც ხდება, ვერ გამოვრიცხავ, თუნდაც მე ძალიან ბევრი დამეხმარა და მეც ასევე ვეხმარები, მაგრამ მასიურად ვართ იმის მცდელობაში, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა არ მიაღწიონ წარმატებას. მე რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ ვიღაცა საკუთარი ოჯახი და სიტუაცია დაიზარალოს სხვის გამო, მაგალითად მანქანას ვერავინ მოგაქირავებს უფასოდ, ან სახლში ვერ გაცხოვრებს და ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეგვიძლია ხალხო ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის, რომ აი იქ ეს კეთდება და მიდი წადი შენს გააკეთე. ან მე ამას ვსწავლობ უფასოდ და წამოდი შენც ისწავლე. ან იქ რაღაც სამსახურია და წადი იმუშავე. ამის თქმაში თქვენი რა მიდის, თქვენ რით ზარალდებით? არადა საზღვარგრძელებში ისეთი მაგრები ვართ, თანაც ღვთისმშობლის წიხვედრი ქვეყანა დაიღალა ეს ღვთისმშობელი, ამდენი მოღალატის, მაინც განუვითარებლის, უვიცის და ეგოისტის მფარველობით. გაგვაჩინა, გაგვამრავლა, ხე მოგცა, წყალი, ჰაერი, მზე, ხელი, ფეხი და ტვინი უნიკალური. და ახლა ვიჯდეთ ასე და ველოდოთ ღვთისმშობელს, როდის გადმოვიყოლეს მილიონებს. ერთმანეთს არ დავეხმაროთ, გვერდით არ დაუდგეთ და ეგ ალბათ არ უსწავლებია ჩვენთვის, გითხრა რომ მხოლოდ მე დაგიფარავთ, თქვენ ერთმანეთს არ მიხედოთ. ყველა სომეხი ვიღაცის იმედზე მოდის, ჩვენ კიდე სულ იმას გავიძახით, ქართველებს ერიდე, ქართველებთან არ კონტაქტობ, ქართველები დაგუყავენ, მარტო ამ ფრაზებს რო ვიმეორებთ, ეგაა უკვე დიდი სირცხვილი. მაგრამ ახლა დაგანახებთ მეორე მხარეს, რატომ ხდება ასე. ჩვენ ზოგადად არ გაგვაჩნია ურთიერთობის კულტურა. ძალიან დაბალი დონის განათლება გვაქვს ამ მხრივ, ან საერთოდ არ გვაქვს. და გეტყვით რატომ? მარტო მე რა ვარ, ან რა დახმარება შემიძლია. მაგრამ აი რომ გამოდივარ, საუბრობ, მიყურებენ და რაღაც ხანის თქვი, ხან ეს თქვი ამ ამერიკაზე, ხალხს გონია რომ მე აქ რაღაც ვიცი, ან რაღაც კარგად ვარ და ყველაფერი შემიძლია და თქმა უნდა მწერენ რაღაც სხვადასხვა კითხვებით და თუ რამე შემიძლია, ფრაზია საუბარი, უარი არც ასოს მithქვამს, არც ასოს ვეტყვი ვინმეს, მიუხედავად ბევრი უმადურობისა, არ არსებობს ჩემთვის ვინმეს დახმარება დაჭირდეს და იმის გამო რომ ვიღაც უმადური იყოს, სხვას აღარ დავეხმარო. ეს გამორიცხულია, მაგრამ ხანდახან ისეთი მესიჯები შემომდის. ერთი-ორი დღე ვზივარ და ვფიქრობ, საიდან მოდის ამ ადამიანის ასეთი ტრამვა, რომ 30 წელს გადაშორებულია და ასეთ კითხვას სვამს. მაგალითად, რომ ჩამოვიდი ამერიკაში, ბინას თუ ვიქირავებ. ან კოსაინერად თავდება თუ დამდგები მანქანა რომ გამოვიყვანო. სამსახურს ხომ მიშავი რო ჩამოვიდე. წამიყვანი ამერიკაში და რა ჯდება ამერიკაში წაყვანა, ასეთ კითხვებზე კიდე აღარ ვსაუბრობ. მე რომ ჩემი კეთილინებით ადამიანებს ვთავაზობ, რაც ვიცი იმის გაზიარებას, ჯერ არაფერი არ ვიცი, 2 წელი გავიდა რაც ჩამოვედი, მაგრამ ეს ჩემი კეთილინება შენ გაძლევს იმის უფლებას, რომ ასე გათავხედდე და თხოვო ისეთი რამე, რაც ჩემს ოჯახს დააზარალებს. მე ჩემს კრედიტ სკორს ვუფრთხილდები საკუთარი თავით, შვილებს რომ მოშიდეს, გადასახადებს გადავიხდი და პურს არ ვიყიდი.
და შენ ვიღაც საერთოდ უცხო ადამიანი რომ წერ თავდებში თუ ჩამიდგებიო აღარ გავაგრძელებ. ან კიდე ამ ბოლო დროს რაც მოხდა და რამაც ძალიან მატკინა, ერთი ქალბატონი იყო, რომელიც უკვე დავბლოკე და ვერ მომისმენს, ამიტომ ვიტყვი. დიდი ხის განმავლობაში როცა ჭირდებოდა ვეხმარებოდი პროდუქტით, საკვებით, იმიტომ რომ ძალიან უჭირს და ახლა ეს წინა დღეებში მწერს, ვაიმე შენ მაინც გამახარებინე ეს ჩემი შვილიშვილი რომ ივლის ასე. ანუ ადამიანი მე უცხოს მთხოვს საკუთარი 20 წლის შვილიშვილი გავახარო იმისთვის რომ თავის ბებიას უვლის. აი ამიტომაა რომ ბევრმა ადამიანმა შეიძლება ძალიან კონდეს დახმარების სურვილი, მაგრამ შეწყვიტა, იმიტომ რომ არ უნდა რომ ასეთი თავხედი და ნაგლი ადამიანების გამო საკუთარი თავი დააზარალოს თუნდაც ემოციურად. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის რომ ორ უკიდურესობაში ვართ. არ ვიცით სხვარი. დახმარების თხოვნასაც კი ცოდნა სჭირდება, რა ფორმით, სად და ვის თხოვ დახმარებას. და სიკეთე რო გააკეთო ამასაც ცოდნა ჭირდება და ამაზე ერთ ვიდეოში ვისაუბრებ. მაინც მივიდივართ იქამდე რომ მეტი განათლება გჭირდება, მეტი აზროვნება, ინტელექტი, განვითარება, ფიქრი. იქნებ სადღაც დაიბადოს ჭეშმარიტება და მივხვდეთ იმას რომ სხვაზე ფიქრს რომ თავი დაანებოთ, თუნდაც საკუთარ თავზე ვიფიქროთ, რაც უფრო მეტი წარმატებული, ძლიერი და წელში გამართული საახლობლო წრე გვეყოლება, მით კარგად ვიქნებით ჩვენს. ანუ ჩვენ ახლა გვყავდეს ბევრი ქართველი ექიმი, წარმატებული, თუნდაც ადვოკატი, ან გასართობი ცენტრები, ვასაქმებდეთ ერთმანეთს, კარგ რჩევებს ვაძლევდეთ, მჭიდრო კონტაქტი გქონდეს და ვცდილობდეთ ერთმანეთის გატანას. ვერ გვაჯობებდა სომეხი კი არა, მარსელიც. და იქნება დავფიქრდეთ ამაზე. და ახლა ეს აგენტები უწამომესევით, ჩემს აზრს მაინც ვერ გადამათქმევინებთ, იმიტომ რომ არ არსებობს ჩემთვის მიზეზი, რომელიც გაამართლებს სხვა ადამიანის ნაშრომის ჭამას და თანაც როგორი ნაშრომის. მე კი უწამომესევით, თქვენ დაფიქრდით, საკუთარი თავი აიძულეთ, ამ მხრიდან შეხედოს ამ ყველაფერს და დამიჯერეთ, რაც მეც გასცემთ, ზემოდან დაგიბრუნდებათ იმ ადამიანისგან ნუელოდებით. არ იფიქროთ რომ აზრი არა აქვს, ახლა მაინც არავინ არ დამიფასებს. არ არსებობს რომ არ დაგიფასდეთ 10 მაგად. ანუ თქვენ ახლა შეიძლება სამსახურის გაყიდვაში იღებთ, არ ვიცი 4 თუ 5000 დოლარს, მაგრამ თუ უფასოდ გასცემთ ამ ინფორმაციებს, 5 კი არა, 50000 დაგიბრუნდებათ ღვთისგან, სხვადასხვა სიკეთის სახით. იფიქრეთ.